ჩემი პრეტენზიაც ამ აქციების მიმართ საბოლოო ჯამში არის, რომ იქაც ანუ მე არ ვიძახი ყველა მონაწილე და ზოგადად არასდროს არ ვაყენებდი ყველა მონაწილეს შეურაცხყოფას, ვინც აქციაზე დგას, იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთ გიჟობას აკეთებდნენ კოცები და არ იყვნენ გულწრფელი ადამიანები, რომლებიც აქციაზე მიდიან. ჩემი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, როგორ ხდება ამ გულწრფელი ადამიანების ემოციის გამოყენება, ისე რომ არანაირი შედეგი არ დადგეს. უბრალოდ დადგეს ნეგატიური შედეგი. იყო წინა წელს მაგალითად აქციები, სადაც 10-ჯერ უფრო მეტი ხალხი დადიოდა, შემცირდეს 10-ჯერ მეტად. და არავინ არ ხსნიდეს ამას, ანუ ადამიანებს არ უხსნიდნენ ეს რატომ მოხდა. ხვარი ვიტყურება მეტი რა არის, როცა შენ შეგიმცირდა 10-ჯერ მიტინგების ხალხის რაოდენობა და შენ ერთი კრიტიკული თვითკრიტიკული პოზიციაც არ აქვს, ერთ დისკუსიას არ ხსნის სადღაც, რომ რატო ხდება ეს. იქნება რამე სხვა გვჭირდება, იმიტომ რომ მცირდება რაოდენობა და გაცხადებული მიზანი არის ხელისუფლების ცვალებადობა, ხო? როცა ამას ამბობ, ვიღაც გეუბნება, რომ შენ პროტესტებს ბრძვი, შენ ამას შვები, შენ იმას შვები და შენ ამბობ, რომ მე კი არ ვებრძვი, კაცო, შენ ებრძვი, ოღონდ ახლა შეთანხმებული ხარ ხოცებთან და იმიტომ აკეთებ ამას, თუ იდიოტი ხარ, რომ ამას ვერ ხვდები. ვინც ამის ორგანიზატორობას იჩენებს ყოველ შემთხვევაში, ყველა ადამიანს მე ვერ დავდები. არ იჩენებს არავინ ორგანიზატორი. ეს საერთოდ კატასტროფა. ხო, ანუ ეს საერთოდ კატასტროფა. ეს გონია კოცების გაკეთებული საქმე. ანუ მე არ მგონია, რომ ჩვენ ქართველები ისეთი დეგენერატები ვართ, რომ ჩვენ საქმეზე ჩვენს საქმე გვაქვს კოცებს რო ვებძვით, იქ რო ხალხი მოდის, იმათი გაყრის ფუფუნება გქონდეს პირიქით, კაცო. უნდა დაასტანდარტო იქ წესრიგი, ეთიკა, ქცევის წესები, პატივისცემა ერთმანეთთან, რომ ხალხს მოუნდეს იქ მოსვლა. და ის არ უნდა ჩააგდო ეს აქცია ესეთი ხალხის ხელში, რომელიც უბრალოდ აი სახში არ შემოიშვება. მე ხო ბინძურში დაუბანელი არ მეგულისხმია, ვიღაცამ თავის თავზე მიიღო ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მე ხო სიტუაცია ხო ვაფშე რაშუაში იყო, ყველა ქლიანად თავიდან ბოლომდე ეს პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყო. დაბინძურებული სივრცე ნიშნავს იმას, რომ 10-ჯერ მეტი კაცი რომ მოდიოდა და 10-ჯერ ნაკლები რომ მოდის. და ვერ ამატებ ამას, ანუ რაღაცა თუ არ შეცვალე, რაღაცა თუ არ გაიტანე, რაღაცა თუ არ შემოიტანე, ვერ ცვლი ვერაფერს და ადამიანები რომელიც იძახიან რომ ყველაფერი კარგად არის, აი რეკორდებს ხსნით, რუსთაველის გადაკეტვით. რავი, ახლა მე მგონია რომ კოცები კეტავენ რუსთაველს, კაცო. ვიღაცას აჯარიმებენ, არ აჯარიმებენ, სხვა ამბავია, მაგრამ იქ რაღაცა პოლიციის ინფრასტრუქტურიდან დაწყებული სხვა რაღაცით, კოცები აორგანიზებდნენ მთელი წელი ამის გადაკეტვას, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა რამე არ წარმოიშვას, ეს იყოს რაც არის. ეს ამისგან საფრთხე არ მოდის. ამიტომ მიდით და მიუშვათ ეს.